გვაინტერესებს ჭეშმარიტია თუ მცდარი, რომ აი ეს ინტერვალი, ესე იგი ჩვეულებრივი ფრჩხილი -2-დან 8-მდე და მერე კვადრატული ფრჩხილი ნიშნავს, ანუ არის იგივე, ესე ორ წერტილთან დავწერო, ნიშნავს აი ამას. -2 ნაკლებია, კაცრად ნაკლები არის x-ზე და x-ი ნაკლებია ტოლია 8-ზე. ეხლა მე როგორ მიმარტივდება მაგალითად ამის დამახსოვრება? ერთ-ერთი გზა, რითაც, ადრე ვიმახსოვრებდი ხოლმე, არის ესეთი. აი აქ მაქვს თქვა 8-იანი, ეს იყოს ჩვენი 8-იანი, აი აქ. და აქ იყოს ჩვენი 2-იანი. თუ მე მოცემული მაქვს აი ასეთი ინტერვალი, მაშინ მე ვამბობ, რომ მნიშვნელობები, რომელიც აი ამ ინტერვალში შედის, არის 2-яნის გარეშე, 2-яნის გარეშე, ასე აღნიშნავ. მერე ყველა მნიშვნელობა 8-მდე, და 8 არის რაღაცნაირად იატაკივით, ასე ვთქვათ, აი ამ მნიშვნელობების, ანუ 8-სთან მთავრდება ეს ყველაფერი. 2-იანი სახურავითაა, მაგრამ რაღაცნაირად თვითონ 2-იანი არ შედის. არ ვიცი ეს სიმურდე რანაირად აჩენს მაგის შეგრძნებას, მაგრამ ჩემთვის რაღაცნაირად აჩენს. ყოველ შემთხვევაში, აუცილებელი არ არის როგორ დავიმახსოვრებთ, მაგრამ თავარია ის ვიცოდეთ, რომ აი ეს მრუდი ფრჩხილი ნიშნავს, რომ თვითონ ზღვარი რაც არის, ეგ არ შედის ინტერვალში და კვადრატული ფრჩხილი, ანუ ეს კუთხოვანი ფრჩხილი, ნიშნავს, რომ ზღვარიც შედის ინტერვალში. ამიტომ მართლაც ჭეშმარიტი არის, რომ აი ეს ჩანაწერი ინტერვალის ნიშნავს იმას, რომ -2 ნაკლები არის x-ზე და x-ი ნაკლებია ან ტოლი არის 8-ის.